მაშაც ცხელი დებატების და რეკლამის შემდეგ დიალოგი კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მას ყველა იცნობს როგორც უნიჭიერეს პოეტს, უამრავი ძალიან ლამაზი ლექსის ავტორს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი გატაცების შესახებ სული შთაბეროს უსულო საგნებს ამის შესახებ ბევრმა არ იცის. ჩვენი სტუმარია მარიამ კოზმანიშვილი. მოგესალმები მარიამ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის სრულობის დროს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით უნდა დაგვირეკოთ სტუდიაში ტელეფონის ნომერზე 27 61 60. მარიამი ჩვენთან საკუთარი ძალიან საინტერესო ნამუშევრებით მოვიდა. როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ნიჭი, რომ სული ჩაგედგათ უსულო საგნებისთვის, რომ ხატოვნად რომ ვთქვათ, პოეზია გაგეცოცხლებინათ ქვაშიც და სხვა საგნებშიც. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მთელი ცხოვრება, მთელი ჩემი შეგნებული არსებობის მანძილზე ყოველთვის მქონდა გატაცება შემექმნა რაიმე ბუნებრივი მასალისგან. წლების განმავლობაში ეს ბუნებრივი მასალა იყო გამხმარი ყვავილები, ბუმბული და ასე შემდეგ, რითაც ვქმნიდი სურათებს, ნახატებს, ასე ვთქვათ. 2007 წელს სრულიად შემთხვევით უფლისნებით ასე ვთვლი მე, ძალიან დიდი დეპრესიის დროს მოულოდნელად აღმოვაჩინე ქვა, რომელმაც შეიძინა ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც ხელოვნების ნიმუშმა. მანამდე ქვისთვის არასოდეს არ შემიხედავს ამ თვალით და აღმოჩნდა, რომ თურმე ქვა ცოცხალია, ქვა საუბრობს, ქვა სუნთქავს. ასე შეიქმნა ეს ნამუშევრები. თქვენ ქმნით სხვადასხვა სახის და ფორმის ხელოვნების ნიმუშებს და კონკრეტულად რა მასალისგან მზადდება ეს ნამუშევრები, რომელიც იქნებ ვაჩვენოთ ტელემაყურებლებს ახლდან, ძალიან საინტერესო ნაკეთობებია. ყველაფერი არის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული. ვიყენებ ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეიძლება, რაც გაუძლებს დროს, ჟამს, ადვილად არ გაფუჭდება და რაც ლამაზია, რა თქმა უნდა. აი აქ რაც ნამუშევრები მოგვიტანეთ, ამ ნიმუშების შესახებ რომ მოგვითხროთ, მე როგორც ვიცი, თვითონ ამ ნაკეთობას აქვს თავისი ისტორია და თარო ვუჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. კი, აი დავიწყოთ. ეხლა მე შენ გეტყვი ყველაზე ახალ სახლით დავიწყებ. აი ეს საოცარი ქვა აღმოვაჩინე სულ ერთი თვის, არც კი ერთი თვე ბათუმში ვიყავით ლექსების გამოფენაზე კონკურსზე და სულ ნახევარი საათით გავიბინე ზღვაზე. აი ზღვა მაჩუქა ეს უცნაური ფორმის ქვა, რომელშიც თქვენ რა დაინახეთ ამ ქვაში, რა საგანი? ეს არის ჩექმა. ჩექმა. აღდროსულ ჩექმას ვაკეთებ. კი, რომელსაც არ ჭირდება აბსოლუტურად არაფრის დამატება. და ქვაში არის შეზრდილი რკინის ნაჭერი. ალბათ რა ვიცი, საუკუნეები. ძალიან ლამაზ ყვავილებს ხედავ. კი, აი ეს ქვაზე არის დამაგრებული, ეს ნაყოფის გარეკანია, ასე ვთქვათ, და ამით არის დამზადებული ეს ყვავილები. აი ეს არის ძაღლები, დედა და შვილი ერთად ჩახუტებული ერთი ქვა არის და სულ უბრალო დანამატებით მივიღეთ ესეთი საოცარი სიყვარული ჩანს ამ ზღვის ნიჟარაც გაქვთ გამოყენებული, როგორც ხედავ. არის ნიჟარა კი და არის ადამიანის გამოსახულება. ამას ყველაფერს აქვს თავისი სახე და ვფიქრობ ხოლმე, რომ უფალი ამებს ყრის, იმიტომ რომ მე მოვკრიფო და შევაგროვო და მაყურებას ესე უბრალოდ ადამიანებს წარუდგინო. აი ეს არის მშიერი აფთარი, ტყეში ნაპოვნი ქვა არის და ძალიან საოცარი, აქ ძალიან ბევრი სახეებია. უამრავი რამის დანახვა შეიძლება. რამდენი ნამუშევარი გაქვთ სულ შექმნილი? მე ნამყოფი ვარ თქვენთან სახლში და მინახავს ძალიან ბევრი. კი, ბევრია. 800 ნამუშევარი, შეიძლება ცოტა მეტი იყოს, შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს. დიდი ხანია უკვე აღარ მუშაობ მაინც ისე ინტენსიურად, იმიტომ რომ ჩემი სახლი უკვე ვეღარ იტევს ამდენ ნამუშევრებს. ჩალაგებული მაქვს ყუთებში და დაფარული ეს ყველაფერი და ძალიან მეწოდება. აი ცოცხალი არსებებივით არიან ეს. თემატურად არჩევთ ამ საგნებს? თუ არ აქვს მნიშვნელობა, რა შექმნებათ? არა აქვს მნიშვნელობა, ახლა უცბად დავინახავ, თქვათ რაღაც ქვას და უკვე ვიცი მე იქ და რას გავაკეთებ. ფილმის არ სამისგან შევქმნე, აი ესეთი რაღაცა ხოლმე. ხო. გამოფენა თუ ქონიათ, მარიამ?
კი, მქონდა, ორჯერ მქონდა გამოფენა. პირველად 2008 წელში იყო პირველი გამოფენა. ეს იყო პირველი წარდგინება ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, როგორც ნიშანი იმის, რომ დამეჯერებინა, რომ ეს ნამდვილად ხელოვნება იყო. თუ გეგმავთ სამომავლოდ გამოფენებს? კი, რა თქმა უნდა, ეხლა ამჟამად ყველა მიცის, რომ თელავში არის რესტავრაცია, განახლება მიმდინარეობს ყველაფრის. როცა ეს ყველაფერი დაალაგდება და ქალაქი ჩადგება კალაპოტში, ასე ვთქვათ, ალბათ წარუდგენ ისევ საზოგადოებას. თუ გაგიყიდიათ ნამუშევრები და როგორ შეიძლება ხართ შემდეგ? შეიძლება ძალიან რთულია შელევის პროცესი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა ცოცხალი არსებები ვით არიან და აი ცოტა შეიძლება სასაცილო შედარება, მაგრამ შვილებს ხო ვერ გაყიდი, ხო? აი ესეთი რაღაცა არის მსგავსი, მაგრამ მაინც ველევი, იმიტომ რომ არსებობა გვჭირდება, ასე ვთქვათ. და ძირითადად ვინ ინტერესდებიან თქვენი ამ ნამუშევრებით? ძირითადად იცი რა სად ბიდის ეს ნაკეთობები? უცხოელები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენთან თანხა არ აქვს ადამიანებს იმდენი ფული, რომ იყიდოს ძალიან ბევრს მოწონს, უნდა შეიძინოს, მაგრამ არ აქვს იმის. ანუ საკმაოდ ძვირადღირებულია? არც რამდენად ხელმისაწვდომია? ხელმისაწვდომია, გააჩნია ვინ ყიდულობს კიდე. მეორე გამოფენა როცა მქონდა, მაშინ იყო გამოფენა გაყიდვა ორკვირიანი და აი მაშინ უცხოელებმა შეიძინეს საკმაოდ სოლიდურ ფასებში. და ახლა ჩვენთან ვინც ყიდულობს, უფრო რა თქმა უნდა ნაკლებია იმათთვის ეს თანხა. მოდით ნუ დავივიწყებთ მარიამ, რომ პირველ რიგში თქვენ ხართ პოეტი და საჩუქრად ამ ნაკეთობების, ამ ნამუშევრების გარდა მოგვიტანეთ ლექსების ახალი კრებულიც, რომელიც გამოვიდა. ამ წიგნის შესახებ რას გვეტყვით? რა სახელწოდების არის და რის შესახებ მოუთხრობთ კითხვას? ხო, ეს წიგნი არც ისე ახალია, უკვე რამდენიმე თვე არის რაც არსებობს, მაგრამ მაყურებელმა მაინც არ იცის ამის შესახებ. ეს არის სალმონის სიყვარულისა ლირიკული კრებული, რომელიც ძირითადად მოიცავს უფრო ადრინდელი წლების ლექსებს. ახლებიც არის ბევრი შეტანილი, მაგრამ ძირითადად უფრო ძველი წლების. მე მოვიტანე კიდევ ერთი წიგნი ლექსების გამოფენასთან დაკავშირებით, სადაც გაიმარჯვა ჩემმა ერთ-ერთმა ლექსმა და შევიდა ამ კრებულში. 100 სიტყვა და აი აქ არის ორი მხარე, არის 100 სიტყვა და არის ლექსების გამოფენა. აუცილებლად მინდა წავიკითხოთ რამდენიმე ლექსი ამ კრებულიდან, თუმცა მანამდე ვუპასუხოთ ტელემაყურებელს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით და გისმენთ. ხო, დასო შეკითხვა? ალო. დიახ, გისმენთ. ალო. გისმენთ, ქალბატონო. ალო. გესმით ჩემი? გისმენთ? ბატონო გიორგი. ალო. დიახ, გისმენთ. გისმენთ ბატონო გიორგი. მე ვარ მისმის. თუ შეიძლება თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. არის ის ხმა. ხო, დასო შეკითხვა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ვაიმე. გიო, აბა ტელევიზორს ხმა უწია. თუ შეიძლება დასვი შეკითხოს. ქალბატონო ნატო, მოგესალმებით ორ წინვალე ქალბატონს მარინასა და თქვენ, წინვალე პოეტებს. აქ უკვე მარტო პოეტთან აღარ გვაქვს საქმე, დღევანდელი გადაცემა მარინას შესახებ რომ არის, ეძღვნება ქვაში გაცოცხლებულ პოეზიას და თუ არა მარინას წინვალე პოეტური ნიჭი, მე ვფიქრობ რომ ყველას ხარ შეუძლია იმ რაღაც უბრალო ქვაში რაღაც შენიშნოს, რაღაც მოიბძიოს, მოიპოვოს და შექმნას ხელოვნების ნიმუში. ეს ყველაფერი ღმერთის მადლი არის, რომელიც ქალბატონ მარინეს გააჩნია და მე ვფიქრობ ეს პატარა რამეს არ ნიშნავს. მოგესალმები ჩემო საყვარელო მარინე და გისურვებ უკეთეს უღრმესი მადლობა წარმატებებს. მადლობთ ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ქალბატონ მარიამ და ლექსები თქვენ ახალი კრებულიდან. ახალი კრებულიდან წაგიკითხავთ რამოდენიმე ლექსს. ჩიტმა ბუდეში ჩაფინა ჩალა. ბუდე აფუდა ვით ბებოს ბლითი.
მერე ცხოვრება მობეზრდა ცალად და მოიყვანა მეორე ჩიტი. იჟივჟივეს და იფაციფუცეს. მყუდრო ბუდეში დადეს კვერცხები. ერთად უმზერდნენ ქვეყანას ურცეს. ოჯახს სტუმრობდნენ ხშირად მერცხლები. ერთ დღეს ბუდიდან, როგორც ზმანება, გადმოფრატუნდა ბარტყი ლოფლოფა. მარმაშის ქარგვას თავი ანება და გადაიქცა მზერადობობა. ბარტყი მოჰყვა, ამზევდა ჩალა. დღეებს ყლაპავდა დროის მორევი. მამა ჩიორე არ იყო ცალად, არც ვინმე იყო მათი მომრევი. როდის გადაიქცევა ხოლმე მზერაობობად? ძალიან ხშირად. როცა გიკვირს რა ხდება, როცა გაინტერესებს, როცა სხვის ოჯახში იყურები, სხვის საქმეში ყოფ სხვის, აი მაშინ არის მზერა როგორც ობობა. ძალიან საინტერესო შედარება იქ. ხო, ეს ლექსი მივუძღვენი ჩემს პაპას, რომელიც რა თქმა უნდა აღარ არის ცოცხალი, მის ხსოვნას ეძღვნება. დაწურავდა ქვევში, უცინოდა შხეფებს, სვამდა ფსკერზე ჩიტი დაიბანდა ფეხებს, დალოცავდა ოჯახს, წინაპართა სულებს, გზად მიმავალ მგზავრებს სტუმრად შემოსულებს, მადლს პირჯვარის წერით შესწირავდა უფალს, შეაცლიდა მტევან სარსარიკა კუმპალს, ბებოს დაკრულ შოთებს წაატეხდა წვერებს, აუქშევდა ხელით შემოსეულ მწერებს, ადგებოდა. გვიან გამართავდა მუხლებს, ჩახედავდა მაჭარს ტკბილად მოჩუხჩუხეს, მკლავების ქვეშ წელთან, გაიყრიდა ჯოხს და დაკიდებდა ჯოხზე მადლით სავსე დოქს და მზე მისდევდა კვალში, დაღლილსა და მართალს აბკურებდა მაჭარს, მელოგინე ზვართან. როდის მისდევს ხოლმე მზე ადამიანებს კვალში? როცა კეთილები არიან მაშინ. ბოროტს და ცუდ ადამიანს მზე კვალში არასოდეს არ აედევნება. სიკეთეს მისდევს მზე. ხო, ეხლა ისე გამოვიდა, რომ უფრო ძველ წარსულს ვუხდი ხარკს ამ ლექსებით, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა ეს გამეკეთებინა. მოგონებებს გაუვიდათ ყავლი. მაინც მახსოვს დღეს აბრია პაპა. ორღობეში მოფრიალე თავშლით სათობებოს ყალბი პაპა. კარგად მახსოვს ურმის ხმელი კოფო, კაკლის ხის ქვეშ მოკუნტრუშე ზაქი, ჩვენი ყურშა მიფრენილი ოფობს, შუბლის ჯვართან ნაცრისფერი ლაქით. ისევ მახსოვს ბებოს ძველი გობი, ჩირჩურჩხელით მოყიმყიმე ხონჩა, თუმც ნაკვალევს მოეკიდა ობი, წნელის ღობის სუსიც აღარ მოჩანს, მაინც მახსოვს ხევის მიღმა მდელო, ვენახებთან დაბურღული წყალი, სამფეხს კამზე მობუტბუტე ელო. დედაჩემის ნისლჩამდგარი თვალი, ბლების რიგი, ყურძნის მსუყე გემო, კამეჩების გამურული რქები, დარჩა სახლში ბიძაჩემი თემო, ჩვენც ნისლივით მალულ ქრებით, როგორ არა ყველაფერი მახსოვს, თუმცა წარსულს გაუვიდა ყავლე, მახსოვს ჭიტა, ანიჭკა თუ ტასო, კამეჩის ჩლიქს მილურსმული ნალი, მახსოვს მწვანე ბალახებზე წოლა, შორს მთვარის და ვარსკვლავების ჯარი, საჭორაოდ გადმოსული ოლა, ჭრაქი, ლამპა, კოპტანი და კვარი, თხოვ კახეთზე დაწერეო რამე, ძველ საგანძურ შეავლეო თვალი, ეს ნაწერი იყოს როგორც ფესვი, ჩვენი ყრმობის მზე ჩაწნული კვალი. კიდევ ერთი ლექსი. კარგით, მაშინ ისევ ამ თემაზე წავიკითხავ ერთ ლექსსაც. ვამზეურებ მოგონებებს, ჩაყრეს ხსოვნის კიდობანში. ზაფხულია, ცხელა მალე ლეღვი შევამწიფობაში. შორს ფრიალებს ნისლის ქულა როგორც უფლის ბალახონი, დამავიწყდა სუნი ყრმობის, სახლს და ოჯახს გადაყოლილს. მენატრება ჩემი ეზო, მიჭირს ნატვრის გადატანა, დედაჩემის საყვარელი დაბრაწული ვაშლატამა, მენატრება ვარდის ბუჩქი, შემომძვრალი ფანჯარაში, შემოდგომას დიდი კოვზის კონწიალი თათარაში, ვაშლის, ატმის ნაპობები, გაფენილი გასახმობად, ხსოვნის ფერად კიდობანში ბევრი რამე მაქვს სახსოვრად, თვალებს ხუჭავ, მზეს ვიყნოსავ, გამოყოლის დიდობაში, ნაჩემ ყრმობარ ბაღში მალე, ლეღვი შევამწიფობაში. როდის ეჭიდება ხოლმე მარიამ მოგონებებს ადამიანი, როცა კარგად არის თუ პირიქით? არა,
როცა ცუდად არის, მაშინ როცა სევდა შემოგაწובה, მაშინ მოგონებებს ებღაუჭები, როგორც ნათელ წერტილს და გინდა რომ აივსო სული, აივსო ცხოვრება ახალი მზით და იმ ძველიდან გამოყოლილი სითბოთი. თუ მოგონებები ტკივილიანია მაშინაც? თუ მოგონებები ტკივილიანია მაშინაც, აი ეს ტკივილი მაინც გაძლევს ძალას, რომ ახალ ტკივილებს გაუკლავდე. რა შეცვლიდა პოეტი, ქალი და დედა მარიამ კოზმანიშვილი იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ დღეს? დღევანდელი ცხოვრება ძალიან პრაგმატულია, ძალიან ბევრი აგრესია სამწუხაროდ დაგროვილი. ბევრი შური და ბოღმა, არ ვიცი, ეს ალბათ ცხოვრებიდან გამომდინარეა. მე რომ შემეძლოს ძალიან ბევრ სითბოს დავაგროვებდი, მზეს, დიდ მზეს. გავაჩახჩახებდი, რომელიც ყველას გაათბობდა და ყველას სულებში სიკეთის და იმედის მარცვალს ნათესავდა. კვლავ ამოძრავებს თუ არა სამყაროს სიყვარული, თუ რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია? არაფერი არ შეცვლილა, სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც იყო. უბრალოდ ადამიანებს დრო აღარ რჩებათ თითქოს სიყვარულზე საფიქრელად, მაგრამ მაინც სიყვარული არასოდეს არ გახუნდება, არასოდეს არ ძველდება და არ კარგავს აქტუალობას. სიყვარული ყოველთვის მნიშვნელოვანია. და აუცილებლად მოვისმენთ რამდენიმე ლექს სიყვარულს. კარგით, მე ახალი ლექსით შევეხმიანები ლექსებით მარიამ ლექსით არა ქარია ისევ მე რამდენად გაგიჟდა მარტი ცამ გადამალა მზეღრუბლებით ძვირფას საუნჯეთ ისევ გაწვრილდა გული როგორც სათავშლე ნართი ისევ ჩამკეტავს სახლში ეს დღე და დამამუნჯებს ქარია ისევ არ ეღირსა მარტს დაღვინება სარეცხის თოქზე ქანაობენ წვიმის წვეთები მე გადავრჩები როცა შენ და მზე გაღიმებად მოწყენილ სულში იმედებად შემომენთებით. ყველაზე უკეთ სიყვარულზე ეს ბარათი ღაღადებს ცოტა დიდია, მაგრამ გავბედავ და წავიკითხავ. ბარათის სიყვარულს. ამ ქვეყნად მოსვლის წუთიდან მწამდი. დედის თვალებში, აკვანში, ქარში. ხან უნაზესი იყავით რთოლა, ხან აკრძალული სამოთხის ვაშლი. ამ ქვეყნად მოსვლის დღიდანვე გდევდი, როგორც პეპელა სურნელს ყვავილთა. ხან მოდიოდი ქარიშხლის ფრთებით, ხან ანგელოსთა თბილი კვალითა. გელოდებოდი მზით სავსე პეშვით, პურით და ღვინით, სანთლის ალითა. გელოდებოდი მორჩილად ჯიუტს, დაგატყვევებდი როგორ ძალითა. შენთვის ვიბანდი პირს დილის ნამით, შენთვის ვიწნავდი თმაში გვირილებს, მიფეთდებოდა გულის სიამით სიზმრად მოვარდნი ლირმის ყვირილზე. შენთვის, ხო შენთვის, შენს გამო შენგნით, ფიქრებში, სულში, გულს გარეთ შიგნით მოგდევდი კალმით, ლექსით და წიგნით, ლექსით და წიგნით, ლექსით და წიგნით. მე დავიბადე აპრილის თვეში, იასამნების ტკბილის სურნელით და დამებედა ლტოლვა ზეცისკენ ძებნა და სევდა განუკურნელი. შენთვის მღეროდი, შენთვის ვსუნთქავდი, ხან ბრძენი ვიყავ, ხანაც სულელი, შენთვის მინდოდა მზეც და აპრილი სულ შენთან ყოფნის ვიყავ მსურველი. კარს გიტოვებდი ყოველ დღე ღიას, ბნელში გინთებდი შუქურას თვალთა, არ გიფიქრია შენს გამო დღემდე, დაუნანებლად გულს როგორ ვბალთავ. არ მოგენატრე, არ გინდა ვნახო, თითით შეეხო თვალთან ნაოჭებს, არ გსურს იცოდე რა მიხარია, რა მასულდგმულებს, ან რა მაოცებს, რაც თავი მახსოვს ჭკუას მასწავლი, მიწყობ ხიფათით სავსე გამოცდებს, გულკეთილი ხარ, მაგრამ რატომღაც, ავიდა მკაცრი გინდა გამოჩდე, წერ ბარათს. მაგრამ რა უთხრა ქარებს, მოძებნეთ, ნახეთ, როგორ ანსადო, ვით ჩავატიო ფიქრის კონვერტში სულის ტკივილი. ან როგორ ვანდო, დიდი ხანია არ მინახი ხარ, გახსოვარ, ან და გჭირდები ნედავ, ხანდახან სიზმრის მოზაიკაში ჩემს ღიმილიან თვალებს თუ ხედავ, ნუ დაბრუნდები, არ გაიძულებ, ვით დავაბრუნო ჟამი გამქრალი, უბრალოდ ჩემს ქარს გამოატანე ატმის ყვავილი, მზის მინანქარი, ერთი პაწია ფოთოლი მაინც, ვით ფოლიანტი გარდა სულ დღეთა, ოდესმე მაინც თუ ატერდები, დამიძახე და მე მოვალ შენთან. როგორია აკრძალული სამოთხის ვაშლი, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად გვიზიდავს ხოლმე და რამდენად აკრძალულია? ხო,
სიყვარული საერთოდ აკრძალული ხილი, ასე ვთქვათ, გაჩნია სიყვარულს. იცი, არავინ არ იცის როდის, როგორ ან ვინ შეუყვარდება. არასოდეს არ უნდა თქვა, არასოდეს ვამბობენ ხოლმე. შეიძლება ძალიან ასაკში იყო და მაშინ შეგიყვარდეს. შეიძლება საერთოდაც არ შეგიყვარდეს არავინ არ იცის, მაგრამ აი აკრძალული ხილი უფრო გემრიელი არა იტყვი ხოლმე. გულკეთილი ხარ, მაგრამ გინდაო რომ კაცრი გამოჩნდეო. როდის ჭირდებათ ადამიანებს ეს თამაში? და რატომ უნდათ რომ ჩადდნენ კაცრები? არ ვიცი, ეგ ამოუხსნელი გამოცანა, ეგ სამწუხაროდ და არავინ არ იცის ვინ რას ფიქრობს და რატო იქცევა ესე ხშირად ვფიქრობთ ხოლმე მაგაზე, რატო ესე და არა სხვანაირად. აი მე ეს თოჯინა მინდა გაჩვენოთ ახლა. ეს თოჯინა ერთ-ერთმა ქართველმა ქალბატონმა, რომელიც ცხოვრობს იტალიაში და რომელმაც ჩემი ფოტო ნახა Facebook-ით, აი ესეთი მომგსოვა მე. ეს არის მეორე მარიამი. თავისი საყვარელი ლურჯი ფერი. ისიც პოეტია? არ არის პოეტი, ეს ქალბატონი გახლავთ გულნარა სვანიძე. არა, თოჯინაზე ვამბობ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს პოეტია. კიდევ ერთი ლექსი სიყვარულზე. ჩვენ ტელემაყურებლები გვსაყვედურობენ ხოლმე, რომ მარიამს უფრო ბევრი ლექსი წააკითხეთო, ვიდრე გაკითხებთ და მინდა რომ მათთან მართალი ვიყო, ამიტომ მოგისმენთ. სიზმართ ცხადის ზღვარზე ვნახე, მზე ცერებზე დადიოდა. მის ნაკვალევს ვარდისა და ის სუნი ასდიოდა. იცინოდა ბროწეული ბაგე წითლად უღვიოდა, ბულბულს ყელი მოეღერა დამთვრალიყო უღვინოდა. ირემს რქებით ცამო ჰქონდა, მოკარგული ვარსკვლავებით, თას გულღიად გაეშალა ვებერთელა მხარმკლავები, მთის მწვერვალზე მთვარე იდგა, გათანგული მზის ცეცხლითა, ოდინდელი ვარისთვის საკუთარ თავს იწყევლიდა, დადიოდა მზე ცერებზე. დაეძებდა ტოლს და სწორსა, შავი ჩოხა ეცვა მთვარეს, ნაღვლიანი იდგა შორსა. მარიამ, თუ შეგვიძლია ის ლექსი წავიკითხოთ, რომელიც გამიზიარეთ Facebook-ის გვერდზე, სოციალური ქსელის გვერდზე და რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემს სტუმრებში, ჩემს თანამშრომლებში, ჩემს ახლობლებში. დიდი სიამოვნებით მე მგონი მაქვს ამ წიგნში ეს ლექსი თუ და თან რომ ვისაუბროთ სანამ მოძებნით, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმისთვის, რომ სულიერ გაუხეშდეს და მეთანხმებით, რომ ძალიან სასტიკი და რთული დროა. იცი რა არის, ყოველი ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმ აზრით, რომ ოდესმე მოგვეთხოვება. აი იმ ნაბიჯების გამო, რასაც დღეს ვდგავთ, თუ სულს უფრო მეტად ჩაუღრმავდებით, თუ უფრო მეტად ვიფიქრებთ სიკეთეზე, ცხოვრება გაცილებით უფრო ლამაზი იქნება, გაცილებით კეთილი იქნება და ამდენი აგრესიაც აღარ იქნება გარშემო. ხო, რაც შეეხება იმ ლექსს აქ არ მიწერია, ზეპირად შევეცდები თქვა, მაგრამ ვაითო შემიშალოს შეგეშლება. აღარ დაგიდგა ჟამის სიმშვიდის. ვერ მოიშუშე სულში იარა. ნუ თუ ვერავინ იპოვე დღემდე რომ დაგდგომოდა დათში ზიარად. ისევ დაეძებს სიყვარულს ქარში. ღამეებს ისევ ათენებ თეთრად. ვერ დაიხსენი ერთფეროვნებას. ვერ დაიმალე სიცივეს ვერსად. როდემდე უნდა იარო ასე. დაკარგულივით ჩუმად და კენტად, ნუ თუ ყრმობითვე დაგწყევლა ეშმამ და მარტოობა გარგუნა ბედად. გამოიღვიძე და გამოფხიზლდი და შეუდექი მზიან აღმართებს, გეყო შიში და უიმედობა, ბოლოს და ბოლოს სევდის რა გმართებს, იქნება პოვო მარცვალი შვების, თვალდახუჭული რად ბორიალობ, არც უსაშველო არის ტკივილი, არც არა იქჭირს სამგლოვიარო, ამჩნევ ზაფხულის თაკარაფერებს, არ გწვავს მზის ცხელი მკლავის მოხვევა, ჩამოიფერთხე სევდა სულიდან და სიხარული დასჭერ ჩოხებად. ადექ მარტო და მიატოვე უსასოების მტანჯველი ციხე, მტანჯველი გახდა ლოდინი, სატრფო უთოდ მოვა, ოღონდა ციხმე, კარი ყურთამდე დატოვე ღია, დათმებ გაშლილი დადექი ქარში, ხომ შემოგადნა სიცოცხლე ფიფქად, ხომ აღარ ახარ უმწეო ბავშვი, ხომ ღრუბელ დაქროდი ცაში, ფაფარაშლილი ოცნების რაშით, ნუ დაღონდები. მოისურვე და აბიბინდება ბალახი ქვაშიც, თუმცა ბილიკი სავსეა ეკლით, მაგ ცხრემლებს მზე იგიქცევს იებად, გეყო ბრმასავით ხელის ცეცება, ეჭვი, შფოთი და ახლის ზიება,
შენ უნდა შენი შექმნა სამყარო ერთფეროვნებას აი დამავიწყდა. არა უშავს ძალიან ლამაზი ლექსია და ბოლოს კიდევ რო წაგკითხოთ ის ლექსი რომელიც თქვენ გინდათ რომ წაგვიკითხოთ. მოდით წაგიკითხავთ იმ ლექსს რომელმაც გაიმარჯვა ლექსების გამოფენა. ამის შესახებ რომ გითხრათ კონკურსის შესახებ ბათუმში მოგეთა კონკურსი იყო სადაც თქვენც იღებდით მონაწილეობას. ეს კონკურსი უკვე რამდენიმე წელია რაც 10 წელია დაახლოებით. და დიდი ხანი არ არის რაც დაბრუნდით ბათუმიდან. კი, რამდენი 2 კვირა დაახლოებით რაც ვიყავი წასული, იყო 500 ადამიანიდან შეირჩა 60 ლექსი და აი ამ 60 ლექსში ჩემი ლექსიც გავიდა. ერთი ლექსით იყო წარმოდგენილი. ძალიან სასიამოვნოა კონკურსი. ზოგჯერ მგონია, ასე ვქვია ამ ლექსს, ეს არის ბარათი, ჩემი ბარათების სერიიდან. ზოგჯერ მგონია ვთქვი ყველაფერი. ავად თუ კარგად, შავად თუ თეთრად. ვამბობდი სევდით ბოღმის გარეშე, ხანდახან სადად, ხანდახან მკვეთრად. ვიარე მზესთან, წვიმასთან, ქართან და მაინც მუდამ ვიყავი კენტად. ზოგჯერ მგონია ვთქვი ყველაფერი. სანთლითაც ვეღარ ვიპოვი სიტყვას, თქვი სიყვარულზე, ოჯახზე. ქარზე, მათზეც, ვინც უფრო ნაკლებად მიყვარს. ვილაპარაკე საკუთარ თავზეც, სულის სივრცეში აფრად გავკიდე, გულით კივილით ავაბურბურე და ჩემს გზასავალს ცეცხლად წავკიდე. მზითად გამომყვა ნიჭი თვითგვემის, სულ სინანული მახლავს აკვნითვე, სულ ჟრუანტელად ამოთავთავდა დღემდე ლექსებად, რაც კი გავრითმე. ზოგჯერ არ ვიცი გავიქცე საით, სად დავემალო ქირქილს ბრიყვების, ვერ დაუზავდი ორპირ კაცუნებს დროს მე ამბოხე ქალად მიუყვები. მრავლდება საქმე და საწუხარი, ვით ნაწვიმარზე ტყეში ნიყვები და დროის მრუმე, ყურყუმ მორევში ლიფსიტები ვითხდიან სიტყვები. მერე დაღლილი დიდი ხმაურით ვეძებ დუმილის მშობლიურ კალთას, თვალდახუჭული უმწეოდ ვუსმენ ხმა სინდისისა გულს როგორ ბალთავს, დრო უკეთ იტყვის საკუთარ სათქმელს, დრო გამოაჩენს ცრუსა და მართალს, დრო გამომირჩევს ქვიშისგან ოქროს, როს ბოლო წამის მეტყვის სამძიმარს, როს ჩემს სიცოცხლეს როგორც ხის კარჭაპს, მარადისობის ნისლში ჩაძირავს. დღეს სახეები ჭრელი ნიღბებით, ებლანდებიან ცისკენ სამზირას, ხვალ ამ ნიღბებსაც ჟამთაღ მწერელი იყო და არას ვარცხლში აზილავს. მარადისობის ნისლში გაქრება, ტალღავ ნებების ეჭვის და ბრძოლის, აედევნება ღრუბლის ბალდახინს, სკიპტრა და ტახტი ჯიუტი ცოლის, თეთრად ნათევარ ღამეთა წყება, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის. ზოგჯერ მგონია ვერაფერს ვიტყვი, რომ ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა. ჩემი ბავშვობა და სიყმაწვილე შიშის ლანდებით უამინდობდა. ალბათ ამიტომ სევდა მიტვირთა, ცხოვრების გზაზე ჩემი გიდობა, ისევ ბერდები, ვერ დავამყარე ჭირვეულ ბედთან ჯერაც მშვიდობა, მოვდივარ. მახინჯ შლეიფად მომდევს, სულ დამცრობილთა ავიფლიდობა. ისევ ბერდები, ვერ გავამრავლე საკუთარ ბაღში დაფნა და ვარდი. ვერ აგიხსენი, ვერ მიგახვედრე, ვერ დაგაჯერე, როგორ მიყვარდი. ვერ გადავლახე გზები მთებისკენ, ვერ ამოვძირკვე ბირკა და ბარდი. ციმციმ მომქონდა სული გზაწრილზე, ვით სიდონიას იესოს კვართი. რამდენჯერ ვცადე, მაინც ვერ შევძელ, ყოფილიყავი სუსტთა ქომაგი. ბევრჯერ ვეძებე ღარიბ ქოხებთან ღიმილი როგორც თეთრი ფოლაკი. ამაოდ ვცდილობ, ვერ ამოვავს ესევდა წუხილის ხარბის სტომაქი. ხიფათი მუდამ მომდევდა კვალში, მეძებდა როგორც ძაღლი მეცხვარის, ბევრჯერ, ხო ბევრჯერ დამწამეს ცილი. ვაგლახ გიჟადაც ბევრჯერ შემრაცხეს. მზეს მიველტვოდი, მავიწყდებოდა. არც მტრედი ვიყავ და არც მერცხალი, მაინც მრჩებოდა კვალი ნათელი, ხვარცოფებისგან ჩაურეცხავი. ზოგჯერ მგონია ვთქვი ყველაფერი და უკვე დროა დავდო კალამი. ვისაც ლექსებით ვერ მოვეფერე, გულის გულიდან ვუთხრა სალამი. რომ ჩემი სიტყვის საგანძურიდან ქარს გავატანე ყველა სათქმელი, რომ უშედეგოდ ვატარენ დღემდე, კარიდან კართან სანთელ საკმელი. თუმცა სულ ღია მქონდა მგზავრისთვის, ჩემი გულის და კოშკის სარკმელი, მაინც ვერაფრით მოვესალბუნე, გრძნობებს წლებისგან ურცხვად გათელეს. მშვენიერი ლექსია, ვერ აგიხსენი, ვერ მიგახვედრე, ვერ დაგიჯერე.
დაგაჯერე როგორ მიყვარდიო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემი სტუმარი იყავი მარიამ და იმისთვის რომ მძიმე დებატების შემდეგ, მძიმე საღამოს შემდეგ გაგვილამაზეთ დღევანდელი დღე. მემშვიდობები ტელემაყურებლებსაც მომავალ პარასკევამდე ჩვენ ერთმანეთში ხვდებით ტრადიციულ დროს საღამოს 9:00 ნახევარზე. დღევანდელი გადაცემის განმეორებით ნახვა კი შეგიძლიათ ხვალ დილით 10:00-სა და 30 წუთზე. ნახვამდის.